მთვარე ლილიტის შეერთება ეს მუშაობს უკვე როგორც ლილიტი კირჩხიბივით, მოდი ესე ვთქვათ, ოჯახი, ფესვები, დედის ხატი, ბავშვური ფაზა იყო დარღვეული სადღაც. შეიძლება იყო გადაჭარბებული კომფორტი, სადაც დაირღვა უკვე ადამიანის ბუნებრივი განვითარება, აღზრდა დაირღვა, ესე რომ ვთქვათ, ან იყო ოჯახური გარემო, რომელიც მტერია ჩემთვის. და ეს მტრობა შეიძლება ზედმეტ კომფორტშიც იყოს, ხან დათურ სამსახურს რო ეძახიან, ზოგჯერ ლილიტს ესეც ახასიათებს. მთვარე ლილიტის შემთხვევაში ოჯახი ფაქტობრივად მტერივით მექცევა. შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობა დედასთან, მაგალითად კლასიკური ფორმულა, დედა რომელიც აი მოჯაჭვულია ჩემზე და ვერ მივდივარ საზღვარგარეთ, იმიტომ რომ დედა მყავს. და ანუ ცით რა არის, ეგ ოკეია თითქოს რომ აი რაღაცა ვერ დატოვო ოჯახი რაღაცა, მაგრამ ეს არის რაღაცა მომენტი, იცით, რომ ამათ არ უნდათ ეს. ანუ იქ დედა არის მათზე მოჯაჭვული, ან პირიქით მე ვარ მიჯაჭვული ოჯახზე და მე პატარა ბავშვი ვარ შინაგანად, მე დამოუკიდებელი ცხოვრების მეშინია რაღაცნაირად, მე მინდა რომ ჩემი ოჯახი დამყვებოდეს ყველგან ფსიქოლოგიურად, თორე ფიზიკურად შეიძლება მე ვეხმარები მათ, ხშირად შეიძლება სახლიდან რომ წამოსვლა არ უნდათ კარგა ხანს, ან უწევთ, აი რა ვქნა დედა არ მიშვებს, ანუ ეს მიზეზები არის, ხო, სინამდვილეში არაცნობიერში კაცებს აქვთ უფრო ქალურო ენერგეტიკასთან პრობლემა, შეიძლება ქალები მოდიან მათ ცხოვრებაში, რომელიც ძალიან გავს დედის პროექციულ როლს, მაგალითად, ან თვითონ დააპროეციროს დედის ენერგეტიკა, მაგალითად მივიზიტო ქალი, რომელიც ფრუსტრაციას მომცემს, იმიტომ რომ დედამან ოჯახმა მომცა ფრუსტრაცია. ზუსტად იმ სცენარს ვათამაშებ არაცნობიერად, რა სცენარიც მე გამოვიარე, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი. არ ვიცი როგორ დავიკმაყოფილა ჩემი მოთხოვნილებები, ხო? და მე ვხედავ იმ ქალს, რომელიც ჩემთვის იყო მაგალითად, ხო? და შეიძლება იქ ვერ მივიღო ის, რაც მე მინდოდა, ან პირიქით, დედა იყო გადაკლული ჩემთვის და დღემდე დედიკოსთან ვრეკავდა, სულ დედიკო მინდა და ჩემი ცოლისგანაც ვითხოვდე დედიკო იყოს არაცნობიერად, ხო, ოღონდ, ხო, აი გამიგოს, გვერდში მედგეს, მე მწყინს ყველაფერი ძალიან, თქვათ ის თუ სხვანაირად იქცევა, ხო, ანუ რაღაცა აი გაბუტული ბავშვის ფსიქოტიპი გამოვლინდეს. არ არის ეს აუცილებლობა, უბრალოდ სტანდარტულად ესე ვლინდება ხოლმე. აი ძალიან ისეთი იშვიათ შემთხვევაში ადამიანს რო სულ ენატრება ოჯახი, სიმყუდროვე და ვერ ნახულობს ამ სიმყუდროს. თვითონაც არ შეუძლიათ სახლში დიდხანს ყოფნა მაგალითად. თვითონაც აქ განცდა რომ აი რაღაც სიცარიელი არის პირად ურთიერთობებში, ანუ ემოციურ სიახლოვეში, ის არ არის რაც მათ უნდათ, ხო? აი კლასიკურად ყველაზე ლაით ვარიანტში ეს არის ხოლმე და ზოგჯერ საერთოდ ვერც აცნობიერებენ მაგას, რატო არა ვარ სახლში, რატო არ მინდა სულ